გაგაცნოთ არასამთავრობოების განცხადებას. ჩვენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ ვაპროტესტებთ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს უკანონო მოთხოვნებს, რომელიც კლანურმა სასამართლომ მორჩილად დააკმაყოფილა. 25 წლის ივნისში კუპრაშვილის ბიურომ სასამართლოს მეშვეობით მოგთხოვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების, წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მასწავლებლების, შშმ პირების, სტუდენტების, მეწარმეების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების და სხვათა შესახებ. ასევე ინფორმაცია ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ, რომლის თავმჯდომარე აშშ-სა და ბრიტანეთისგან სანქცირებული ჩინჩალაძეა, ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა. მეტიც ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და გადაწყვეტილება სულ ცოტა 10 კანონის დარღვევით მიიღო. მათ შორის ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას, უფლებადამცველთა კონფიდენციალობის საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. კიდევ ერთხელ სასახად ვაცხადებთ, არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების მდობის ღალატს. არ არის მიცემთ სტომას იმ ადამიანების კონფიდენციალური ინფორმაციაზე, ვისაც ჩვენ დავხმარებებად. ჩვენ ანგარიშ ვალდებულებას ვგზნობთ, მაგრამ ვგზნობთ ანგარიშ ვალდებულებას მოქალაქეების და არა ივანიშვილის მიმართ. ჩვენ საქმიანობასთან, ფინანსებთან, პროექტებთან და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებული ინფორმაციის რისი გასაჯაროება წარიგზავნება კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობით, ამ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებ-გვერდებზე და სოციალურ ქსელებში. ამიტომ დამატებით დოკუმენტაციას ჩვენ მათ არ გავუგზავნით, მათაც ვთხოვთ, რომ სწორედ ჩვენს გვერდებს ეწვიონ. ივანიშვილი თავისი რეპრესიული პოლიტიკის ფარგლებში ქართული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების განადგურებას პუტინის რუსეთის მსგავსად ცდილობს. ეს ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში ფაქტიურად დემოკრატიის მოშლას და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების განადგურებასაც ემსახურება. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად. აქ გახლავთ ის ორგანიზაციები, რომელთაც უკვე მიიღეს განჩინება და ზოგ ჩვენგანს უკვე მოსული აქვს უარი სააპელაციო და ზოგი კი ამ დღეებში ერის სამწუხაროდ. სამწუხაროდ ქვეყანაში სადაც რეპრესიები უკვე დაწყებულია, არ გამორიცხათ რეპრესიებს ჩვენს მიმართ. შესაძლოა შემდეგი პრესკონფერენცია უკვე ციხიდან ჩავატაროთ, ციხის წინ ჩაატაროთ ჩვენმა კოლეგებმა. არაფერს არ გამორიცხავთ სამწუხაროდ. ჩვენ ორგანიზაცია ზოგადად აქვს ისეთი საქმეები, როგორიც არის პედოფილიის საქმეები, სექსუალური ძალადობის საქმეები, დაშანტაჟება პირადი ინფორმაციით და სხვა ძალიან გრძნობიარე თემები, როგორიც არის ფსიქიატრების დასკვნები, ფსიქოლოგების შეფასებები და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მყარად დაცული პერსონალური ინფორმაცია ჩვენივე კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით. ეს არის სწორედ ის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა არ გქონდეს ანტიკორუფციულ ბიუროს, იმიტომ რომ სხვა ყველა ინფორმაცია, მაგალითად ფინანსებთან დაკავშირებით, მათთვის არის აბსოლუტურად ხელმისაწვდომი და აი ამ ინფორმაციას, რომელიც არ არის მათთვის ხელმისაწვდომი და რომელსაც ჩვენ თვალის ჩინით ვფრთხილდებით, ფიზიკურად ვერ გავაზიარებთ, მათ შორის იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ მოგვიწევს კანონმდებლობის და კონსტიტუციის დარღვევა ამის გაზიარების შემთხვევაში, რომ არაფერი ვისაუბროთ იმაზე, რომ ვაღალატებთ ამ ადამიანებს, ვაყენებთ მეორადი ტრაუმატიზაციის სერიოზული საფრთხის წინაშე, ჩვენ უკვე მოგმართეს ჩვენმა მოქალაქეებმა თხოვნებით, რომ მათი ინფორმაცია, მათი პერსონალური ინფორმაცია არ გადაეცეს სხვა უწყებებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი საქმეები, რომელიც საერთოდ ცვლილობა არ მიცემს, ჩვენ გვაქვს გაუპატიურების საქმეები, რომელიც ამ ადამიანის ოჯახის წევრებმაც არიციან და საბოლოოდ ამ ადამიანებს არ გადაუწყვეტიათ თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვა. ამიტომ ისინი ყველაზე მეტად ღელავენ იმასთან დაკავშირებით, რომ ესეთი ტიპის სენსიტივი ინფორმაცია შეიძლება ჩაუვარდეს ხელში პირთა გაუკვეველ წრეს, პირდაპირ გეუბნებით. არსად კანონით არ არის გაწერილი
რა ვალდებულებები აქვს, როგორ იცავს, ვის აქვს ხელმისაწვდომობა იმ ინფორმაციაზე, რომელსაც კუპრაშვილის ბიურო მიიღებს. არანაირი გარანტიები კანონში ჩადებული არ არის და ჩვენ გარკვეული ტიპის ინფორმაციას ფიზიკურად ვერ გადავცემთ, იმიტომ რომ ეს იქნება განადგურება საფარის რეპუტაციის, ეს იქნება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის უფლებადაცვით საქმიანობასთან საერთაშორისო სტანდარტების მიხედვითაც და ჩვენ ვართ ჩაყენებული ორ ცეცხლ შუა. ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა გვაწევს კისერზე და აი ამ ორ ცეცხლ შუა ჩვენ ვირჩევთ იმ გზას, რომელიც არის ჩვენი მისია, რისთვისაც საერთოდ შეიქმნა ჩვენი ორგანიზაციები, ჩვენ ვდგევართ ჩვენი ბენეფიციარების, ჩვენი მსხვერპლების, იმ ადამიანების მხარეს, ვისაც ვიცავდით ყოველთვის, ამისთვის შეიქმნა ეს ორგანიზაციები და თავის ამ მისიას ვერ უღალატებს. ახლა რა მოლოდინი გაქვთ ეს კითხვა დაისვა კიდევ? ჩვენ კონკრეტულად არ მიგვიღია, ჯერ სააპელაციოს გადაწყვეტილება, დაველოდებით ამ გადაწყვეტილებას, მეგრე გვაქვს ძალიან ცოტა დრო, რამდენიმე დღე, რომ ჩამოვყალიბდეთ რა ინფორმაცია მაგალითად ავტვირთოთ საიტებზე, ასევე უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ გვაქვს ევროკავშირის გაეროსგან მოსული წერილები, რომ რაღაცა ტიპის ინფორმაციის გასაჯაროების უფლებას არ გვაძლევენ. ამიტომ ვართ აი ესეთ რთულ მდგომარეობაში. თუ რაჟდენ კუპრაშვილის ბიურო, რომელმაც და სასამართლო რომელმაც ასეთი შეუძლებელი ამოცანა წინასწარ დაგვისახა, გადაწყვეტს, რომ ამის გამო უნდა დავსაჯო, შეიძლება ამას მოყვეს ჩხრეკები, იძულებითი ამოღება, გაყინვა, გაჩერება და დახურვა ორგანიზაციის. მათ შორის ასევე ხელმძღვანელი პირების დირექტორების დაპატიმრებაც კი. აი ესეთი მძიმე რეპრესიების წინაშე შეიძლება დავდგეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცავთ კონსტიტუციას და ადამიანის. როდესაც საუბრობთ არქივზე, საუბრობთ პირად ინფორმაციაზე. 24 წლის ორგანიზაცია არის საფარი. ძალიან ბევრი სენსიტიური საქმე უწარმოებია 24 წლის განმავლობაში. და არქივი ცხადია არსებობდა, მაგრამ ჩვენ ამ არქივს ვერ დავაყენებთ აი ესეთ სახიფათო მდგომარეობაში და ისე თქვენთვის ვამბობ, რომ ვინ შეიძლება იურისტი არ არის და არ იცის, პირადი მონაცემების დაცვის კანონმდებლობის მიხედვით ჩვენ გვევალება პერიოდულად ამ ინფორმაციის განადგურება და არსებობს ორგანიზაციებს გვაქვს პირადი მონაცემების დამუშავების წესები. ანუ ერთის მხრივ გვაქვს ძალიან მკაცრი კანონმდებლობა პირადი ინფორმაციას როგორ უნდა გავუფრთხილდეს. მეორე მხრივ ჩაგვაყენეს ისეთ სიტუაციაში, რომ ეს კანონები ახლა ჩვენ თვითონ ჩვენი ხელით უნდა დავარღვევთ. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა. სხვა გამოწვევები, იგივე ფინანსებთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვაქვს. ყველაფერი არის ატვირთული საშემოსავლო სამსახურის ვებგვერდზე, ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ანტიკორუფციული ბიუროსთვის და ბანკებიდან ინფორმაცია იცით, რომ ამოღებული ყველაფერი მათ აქვს. ერთადერთი რაშიც ვარ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებული, ეს არის ადამიანების პირადი მონაცემები.